მოგესალმებით ანიმეს სკუად, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ბლიჩი 1000 წლიანი სისხლიანი ომის მეოთხე ნაწილის მეხუთე ეპიზოდის რეაქცია. მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. მოკლედ სანამ ეპიზოდის რეაქციაზე გადავიდოდი, გეტყვით რომ თავდაპირველად ეპიზოდი როცა გამოვიდა, მეგობრებო, ამ ეპიზოდმა MDB-ზე აიღო იდეალური 10-დან 10 შეფასება, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ანიმეს ფანებმა, როგორიც არის Re:Zero, Mushoku Tensei და სხვადასხვა ანიმეები, ამ ანიმეს შეფასება დაუგდეს. ნუ ამ კონკრეტულ სერიას ხო და ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ეპიზოდი არის რაღაც ძალიან პიკი, იმიტომ რომ 10-დან 10 სხვა შემთხვევაში არ ექნებოდა. ხო და მოდი ვნახოთ რა ეპიზოდია, ასე რომ ბევრი ლაპარაკის გარეშე ჩავრთოთ. 45-ე ეპიზოდი. გეცუგატენშოთი დატენილი გრან რეისერო, მაგრამ ნახე რა ჭერს იუჰაბახ შემი. მალევე ჩაფლავდება. გატეხა. დებს გაუტეხა. ვა! დაგიცავ. გახმოვანებული არა იქა იმის მიერ მაიკატრიხის. საინტერესო ეპიზოდის სახელია. ეს კიდე ამ მონუმენტებს ებრძვის. ეს ვინ იყო? რა ხდება? მარტო თქვენ ხარ? რენჯი? სად არის იჩიკო? წადი რუკია. აქ საქმეს მე მოვაგვარებ. რენჯი ამათთან დარჩება, რუკია იჩიგოსთან წავა, იასნია. იშიდასაც არა აქვს მარტივად საქმე. გაქცევას აპირებ იში და ურიუ. ვახ, ჩემ ტიპს. ახლა კი, შვილდი მოჭიმე. უკანასკნელო κουინსო. ყველა ის არს დაგიტეხავ. მიდი და სადე. შეუძლია შენს ხმას რომ მომწოდეს. აუ, რა ანიმაცია, ღმერთო ჩემო. ქაოსის მორევი. აი, ეს არის Soul King-ის ჭეშმარიტი ძალა. სიკანკანშო. ძალიან უმწევა ინოუე ამ ბრძოლაში იჩიგოსთან და იუჰაბახთან შედარებით. ის რა მიზანს ემსახურება? ჭეშმარიტი ძალა კაცს ტეხავს. სამყაროს წინაშე მუხლებზე აჩოქებს. და მთელს სამყაროზე ბატონობს. თუთმი რომ ცარიელი გამოუშვი. ასეთ ძალასთან დაპირისპირება მოგიწევს. რათა დაიცვა, ეს ხომ თავის მოტყუება. გმირობანას თამაშს შეეშვი, იჩიგო. რათა დავიცვა. მე მინდა რომ კუროსაკი დავიცვა. ოპა. მაგრამ ჩემი ძალა ხომ სუსტია. მე რომ უფრო ძლიერი ძალა მქონდეს შევსლებდი რომ. იჩიგო, გაგიყარეს ძმა. რათა ვხედობა. ვაუ. მე ვუარყოფ. ეს უყრის ის კურნავს. ვუარყოფ. ვახ. იუჰაბახმა ინოვე შეუტია. ინოვე. აუ. როდესაც შეგიძლია რომ სხვაზე იზრუნო. ვახ, ჩემი იჩი. ეს რო ყველაფრის და მიუხედავად იჩიგოს იცავს. მანამ სანამ ძალები არ გამოგელება. მე ვუარყოფ. ვახ. ვა. შეწყვიტე. მე ვუარყოფ. ღმერთო ჩემო, რა ხდება? აიცა? არ ვიცი გამოსახულება როგორ ჩანს. ძალიან სიგნალეა იქ და შეიძლება არ ჩანდეს თუ განათლებული არ არის. ჩემი ბრალი არ არის. შენს უკანასკნელ ძალებს იჩიგოსთვის იყენებ, მაგრამ ამით რისი მიღწევა გინდა? ჩემი ძალები რომ კიდევ უფრო ძლიერი იყოს. რუკია მოვიდა, ოპა. ამ ყველაფრისთვის. კარგად გაგიძლია ინოვე. კუჩიკი. ეს რა მალე მოვიდა თო? კი. აუ, საწყალი ინოვე ჩემი. მოდი აქიდან მე მივხედა. ეს ორი ერთად ისევ? შენი დახმარება არ მიყავია. ძალიან ბევრი ხოლმე ეს რა დამჯერი ბავშვი ვიძის დაბლა. კუჩიკი რუკია. ვაუ. შენი შინი გამიხარ, რომელმაც იჩიგოს გზა და გაუკვალა. უცნაურია, აბა. რა მოხდა? ორიგინალურ როკოს უარ გაგაჩნია. 1 2 3 გასაგებია. წარმოგიდგენიათ? უკანასკნელი κουინსი ცდილობს რომ ზურგში ლახვარი ჩამასოს. შემდეგში ასე აღარ გაგიმართლებს. ვახ. ამასაც მაგარი დარხეული აქვს. მაგრამ ასეც მოგიხდება იში და ურიუ. ან ყველაზე საინტერესო ბრძოლა ეს არის. ოპა. აუ, ინოვე რა უმწეო ძის. ვერთო ჩემო რა ანიმაცია. ვახ. ფუფ. იუჰაბახი გაყინული ზემოდან, ქვემოდან შეტევა.
რა თქმა უნდა, იუჰაბა ჰიგერიებს. Of course. მე რომ ძალა მქონდეს. მხოლოდ იმისგან რომ ჩემი ძალა სუსტია. სწორედ ამიტომ ტანჯულობენ კუროსაკი და კუჩიკი. ჩემი ძალა რომ ეჭვი მეპარება. დროა რომ არარაობას დაუბრუნდე შენი უსუსური ძალით. ვახ, ჩემი. აუ. მშვიდობით ჩემო ვაჟო. თვარე? ეს მთვარეა? ბან ღმერთო ჩემო ბანკაის იყენებს. ანუ შეგახსენებთ რომ იჩიგოს თავისი ბანკაი მანგაში არაზროს არ გამოუყენებია, ანუ მანგა ბლიჩის ისე დამსრულდა, რომ იჩიგოს ბანკაი ვერ ვნახეთ. ამიტომ ტიტეკუვომ როგორც თქვა, ანიმეში აუცილებლად იქნებოდა იჩიგოს ბანკაი. იჩიგოს true ბანკაი. და ამის დროც დადგა. ღმერთო ჩემო. კაი. გახმოვანებულია რექტაიმის მიერ მაიკადის კომისიის. Oh my god. ანუ როგორც იქნა გამოაჩინე შენი ბანკაი. Wow. Absolute peak. Absolute cinema. კუროსაკი გასაგებია. აი თურმე როგორია შენ სანგეცუ. ვაიმე, რა მაგარი ფორმა, ბიჭო. ყველა იმ ძალას რომელსაც ფლობ. ვუბიძგებ რომ ჩემს წინაშე დაიჯოგოს. ვაიმე, ეს ვაფშერებს იყენებს. ოპა. როგორ გაკეთო ძმამ? ეს ძალა მჭირდება. რათა შენგან ყველა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი დავიცვა. ეს რა არის ძმა? ეს სუსტი იყო. ჩემი. ეს რა იყო? ნუ თუ დაყოვნებული გაჭრა. მისი დარტყმა ვიხრძენი. მანდ რატომ ხარ? აუ, რა? ეს კლონი იყო თუ რამ შეუ? ეს საზისხარი სულიერი ენერგია. ისეთი სწრაფი ბრძოლაა, თვალსას ვერ ვაყოლებ. აუჩ. მაგრამ ხომ გიხარ იჩიგო, სუსტი ხარ. რა სუსტი ხარ, შეჭება რა სუსტი. ოუ, კლონები ძმა. ახლა გასაგებია 10-დან 10 რატომ მასა იყო. გეცუგა. ტენშო? არა. ტენშო! საო. სიტყვები ზედმეტია. კუროსაკი აუ, რა გაიკადრე იყო. ოუ. ამას შეხედეთ, აი. ღმერთო. პიკია, ბიჭო, ანუ თუ წინა სერიაში ვამბობდი რომ ის იყო ბლიჩის ისტორიაში საუკეთესო არა. ის სიტყვები უკან მოგძმაო, ეს ბევრად აღებატება იმ ეპიზოდს. პიკია. აბსოლუტ პიკია. დედასვით ვარ აბსოლუტ პიკია. მოკალი იჩიგო, ახლავე. რა მარტივი სათქმელია, შეჩემა მოკალი ახლავე. კუროსაკი ღმერთო ჩემო. ის უკანასკნელი იქნება ვინც შენ დაგინახავს. მე კუროსაკის ბოლომდე დავიცავ. შენს ძალას ეს რაღაცას იშალიჩებს ძმა. მაგრამ იმისათვის რომ იჩიგოს გვერდით იბრძოლო. არ ჩერდება იმენა. იუჰაბა! აუ, ამას რა ნერვები ეშლება, ინოუეს რო იჭერს და რაღაცებს ეუბნება. ახლა შენი სისუსტეა, ის წარსულშია. იჩიგო. აბა? გაყინა. აი, ბანკაი. ჰაკანოტო გამე. ჰაკანეტო გამე. გეცუგა. ტენშო! აბა? გადარჩა ინოუე? გადარჩა. ინოუე გადარჩა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რა გადარჩა სისხლის დისში. ეს არის ძალა. თქვენგან ეს ყოველივე ბრიყვული იყო. ჩემო კარგო იჩიგო. იჩიგოს და რუკიას გაუყარა, ბიჭო. რა დედამოწყრულია იუჰაბახი. ის სწორედ აქეთ მიყავხარ იმ შენს ძალას, რომელსაც დასაცავად იყენებ. ჩემი ძალები რომ უფრო კიდევ უფრო ძლიერი იყოს. ჯენს შემდეგ მოქმედებასაც ვხედავ. შეიძლება რომ შენ ხო შეგვეცი შენი წინასწარმეტყველობებით რა. შენი თავი დაუცველად დატოვე. დაუცველად. ნუ თუ მაგას იმიტომ იწახე რომ უკნიდან მოპარვა შეძელი. ოპა, შუნო რა შუნო?
Tsubaki. Არა. Ayame. Hinako. შვებიც. Bygone. Lily. მოსაკეთ. აი რეკლა. ამ ნაბოზარმა იჩიგოს დააბიჯა ბიჭო. Ratom var ასეთი სუსტი? Ratom არის ჩემი ძალები ასეთი უმნიშვნელო? ამ ერთო ჩემო. ტერმინ სტაბ. უკვე დავინახე. ვა. 3 წამი. თუ ის დაინახე რომ გასაქცევ გზას ვეძებდი, მაშინ არასდროს დაგინახავს. ეგ საწოდაო 3 წამი გამარჯვების საშუალებას არ მოგცემს. ოპა, მაგრამ მაინც 3 წამია. იში დამას დაუმუღამა. ჩემი ძალები რომ უფრო ძლიერი იყოს. უფრო. კიდევ უფრო. ისეთი ძლიერი რომ საკუთარ თავში ვერ ვატებდი. აბა გაჩერდი ძმა. შემდეგ შევძლებდი რომ თელ სამყაროს ჩემი ძალა გადავაფარო. ღმერთო. ისე ვიზამდი რომ ეს ყველაფერი აღარ არსებობდეს. აი ჩიკოს დაარტყა ბიჭო. სწორედ. ამიტომ სიცოცხლის რაწევა გინდა ინოვე ორი ჰიმე. შენ მგონია ეს შენს ძალებს გააკრობს. ხდება მამაო. მოიცა. ინოვე. არ გინდა ინოვე. ღმერთო ჩემო. What the fuck? არა. ნაშვები ინოვე შენი. გამო ნახვამდის კუროსაკი. ამჯერად ყველაფერს მე ავიღებ. კარგი? სიცოცხლე შენს დასაცავად. გახმოვანებულია რექტაიმის მიერ მაი კადრი კომისთვის. ანუ ენდინგის შემდეგაც არაფერი არ არის საერთოდ, ანუ ეს რა მოხდა? ანუ ოკეი, ანუ შემიძლია რომ ეხლა ვისაუბრო. ძალიან თავისუფლად შემიძლია რომ ვისაუბრო. მოკლედ ჯობია რომ ასე ვისაუბრო, მოდი ანიმეს ბექგრაუნდს გავთიშავ. ანუ ჯერ ეს იყო ანიმე ორიგინალი. ძირითადი სერია 80% იყო ანიმე ორიგინალი. მანგის მხოლოდ ერთი პეიჯი იყო ადაპტირებული მიმდინარე სერიაში. იჩიგოს ბანკაი რაც ვნახეთ ეს არის სრული ანიმე ორიგინალი, მანგაში საერთოდ არ ყოფილა ეს მომენტი და ორი ჰიმეს ეს ბრძოლა, ეს გამონათება რაც ახლა ვნახეთ მეგობრებო, მანგაში საერთოდ არ ყოფილა. მანგაში თითიც არ გაუნძრევია ორი ჰიმეს. ისევე როგორც მესამე თუ მეორე პარტში რენჯი აბარაიმ რო იბრძოლა, ისიც არ ყოფილა მანგაში. ისიც ტიტეკუბომ ოფიციალურად ანიმე ორიგინალის სახით დაგვიმატა ანიმეში. იმიტომ რომ როგორც მახსოვს, რაღაც დაავადება თუ რაღაც სჭირდა მაშინ ტიტეკუბოს და ვერ მოახერხა ამ ყველაფრის მანგაში შეტანა, დამატება, არასრული რაღაცეები გააკეთა. ისე გამოუშვა ის მანგა და 1000 წლიან სიცხლიან ომში დაგვკვირდა, რომ ის დეტალები რაც მანგაში ვერ შეიტანა, აუცილებლად შემოიტანდა ანიმეში. ანიმე ორიგინალის სახით რა თქმა უნდა. და ესეც მოხდა. რენჯი აბარაის ბრძოლა მივიღეთ, იჩიგოს თრუ ბანკაი მივიღეთ, ანუ არ ვიცი ამის იქით კიდე რამე თუ იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ იჩიგოს ბანკაი რაც ვნახეთ, ეს იყო სასწაული ანიმაცია ვიხილეთ მიმდინარე სერიაში, ეს იყო რაღაც პიკი, წინა სერიას დაუჯოკრა მილიონჯერ, ორი ჰიმეს პერსონაჟს აი ეს მომენტი ძალიან ჭირდებოდა. ეს იყო ის რამაც ორი ჰიმეს მიცა ანიმე ბლიჩში განვითარების საშუალება და ესე უბრალოდ საცოდავად როგორც მანგაში იჯდა, ისე ანიმეში არზის და რაღაც გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია და უნდა ვთქვა, ვისაც არ გაქვთ საერთოდ ბლიჩის მანგა წაკითხული ან დასასრული არ იცით, ჯობია რომ აქ გაჩერდეთ, არ მომისმინოთ და გათიშოთ ვიდეო. მაგრამ ეს უნდა ვთქვა, გაგაფრთხილეთ სპოილერის შესახებ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, არ გააგრძელებთ, მაგრამ ვისაც მანგა წაკითხული გაქვთ და ელემენტარულად იცით რა ხდება ბლიჩის მომავალ სერიებში და იცით როგორი დასასრული აქვს, ორი ჰიმე არ კვდება. ორი ჰიმე არის ცოცხალი, ქორწინდება საბოლოო ჯამში იჩიგოზე და ეყოლებათ შვილი. და ჰელ არქიც მერე უკვე იჩიგოს შვილზე ვითარდება. მაგრამ აქ რაც ჩვენ დავინახეთ ბოლო მონაკვეთში, ორი ჰიმე იყენებს თავის ძალებს, უტევს მაქსიმალური ძალით იუჰაბახს და მომენტალურად ორივე ხრებიან ამ მომენტიდან, ანუ ამ ადგილიდან. სად გაქრნენ, რატო გაქრნენ, როგორ გაქრნენ, არ ვიცი, ვერც, ანუ ასე არა, ვაფშე ვერ მივხვდი. დარჩენილი 4 სერია თუ 5 სერია რაც აქვს ახლა ბლიჩს, დარჩენილი, ანუ
თუ ანიმე ორიგინალის სახით გაგრძელდა, კი ბატონო, შეიძლება ორიჰიმე მოკლან და ანიმე ბლიჩიც აღარ გაგრძელდეს და ანიმე ბლიჩის ადაპტაციაც აღარ მივიღოთ. იმიტომ რომ რავი, რა აზრი ექნება თუ ორიჰიმე მოკვდა და რავი, მაშინ შესაძლოა იჩიგოს ვაჟის სხვა ქალისგან ეყოლოს და ისე გააგრძელონ, მაგრამ არ ვიცი, მე ეჭვება რომ ნაკლებად ორიჰიმე მოკლან, იმიტომ რომ ორიჰიმე არ კვდება. მანგაში ცოცხალია, შვილი ყავს იჩიგოსგან და ასე და ასე შემდეგ ქორწინება იჩიგოზე. მაგრამ არ ვიცი, რას მივაწერო ეს ბოლო მონაკვეთი წარმოდგენა არ მოხს. ანუ ეპიზოდს რაც შეეხება იყო პიკი ძალიან მაგარი, იჩიგოს ბანკაი ორიჰიმეს ბოლო გამონათება, იქ იში და ურიუს რაღაც საოცრება და აქეთ კუჩიკი რუკიას ბანკაიც ძალიან კაი იყო. მოკლედ, რა ვიცი. თქვენი შეაფასეთ მართლაც რომ 10-დან 10 ეპიზოდი იყო, ვერაფერს ვერ დავაკლებ ქულას, ანიმაცია უმაღლეს დონეზე ქონდა პიეროც შესრულებული, ბრავო. აი, სწორედ რომ ამას მოველოდი სტუდია პიეროტისგან და ამას მოველი მომავალ პროექტებშიც, Black Clover-შიც, Naruto-შიც და Boruto-შიც. დიდი იმედი მაქვს რომ სტუდია პიეროტი ანიმაციაში არ ჩაგვაფლავებს და ძალიან მაგარ ანიმეებს გამოუშვებს მომავალშიც, როგორც ამას Bleach-ის შემთხვევაში აკეთებს. არ ვიცი, ძალიან მაგარი ეპიზოდი იყო, იმენა ველოდები მომდევნო ეპიზოდს, ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა, თქვენ აუცილებლად დამიწერეთ ვიდეოს კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ანუ ინოუე მოკვდება, არ მოკვდება, საერთოდ მოგეწონათ, არ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი ვიდეოს კომენტარებში. თუ მოგეწონათ კონკრეტულად ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარიზი ღალკი, რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები და რა ვიცი, შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ვიდეოში. აბა ჰეთ და აბა ჰოთ. თქვენთან ერთად იყო, რა თქმა უნდა, Blizzard-ი. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.